კი ბატონო. უბრალოდ ყოვლისა უცხოური დახმარების სამყარო უკვე ისეთი აღარ არის, როგორც ის იყო 2 კვირის წინ. ის მხილებები, რომელსაც ჩვენ ვიცმენთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან, თავდაყირა აყენებს იმ წარმოდგენას, რომელიც შესაძლოა არსებობდა ზოგიერთი ადამიანის თვალში საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ იმაზე უფრო მკაცრად, იმაზე უფრო ცხადად და მკაფიოდ, ვიდრე ჩვენ ოდესმე გაგვიკრიტიკებია, ისე გააკრიტიკა საკუთარივე ბიუჯეტიდან დახარჯული ფული საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ და ფაქტობრივად გაამჟღავნა სქემები, რომელსაც ისინი უწოდებენ თაღლითურს, კრიმინალურს, მავნებლურს და თავად ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაშიც საფუძვლად გადახედვისა იყო მოცემული, რომ დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებოდა ეს თანხები, სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის. ამის ფონზე დღეს უკვე ყველა დონორი ქვეყანა არის ეჭვმიტანილი. შეუძლებელია, რომ ეს ყოფილიყო მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის ხაზით დახარჯულ ფულზე, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნები, რომლებიც არიან ჩართული, აქაც უკვე გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ აქაც შესაძლოა ყოფილიყო ზუსტად ისეთივე მავნე მიზნები, რომელიც გაცხადდა ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან დახარჯული თანხისთან დაკავშირებით. ამიტომ მიუღებელია ის დუმილი, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ სხვა საელჩოების თუ დონორების მხრიდან, ცდილობას, რომ არც კი შეიმჩნიონ, თითქოს არაფერი არ მომხდარა ამ ქვეყანაზე საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით. არა, კიდევ ერთხელ სამყარო შეიცვალა და აღარ არის უკვე ის ტაბუ, ასე ვთქვათ, რომელიც აქამდე ქონდა დადებული საგარეო დახმარებაზე, ამიტომ თითოეული დონორი ქვეყანა ახლა არის ეჭვმიტანილი და მათ აქვთ მტკიცების ტვირთი, რომ გამჭვირვალობით და საჯაროობით ქართველ ხალხს მათ შორის აჩვენონ თუ რაში იხარჯებოდა მათ მიერ გამოყოფილი თანხები. მით უმეტეს, რომ ჩვენ არათუ ეჭვი, არამედ მტკიცებულებები გვაქვს, რომ ამერიკული ფონდების გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების თუ ევროპული ფონდებიც იხარჯებოდა დესტაბილიზაციისთვის საქართველოში. ევროპის დემოკრატიის ფონდი არის ამასთან დაკავშირებით ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ფონდი, რომელიც სპეცსამსახურების მეთოდით იატაკ ქვეშ აფინანსებს რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს თუ რადიკალურ ჯგუფებს. არაერთი მაგალითი ამასთან დაკავშირებით მოგვიყვანია და თქვენ იცით, რომ მე ამაზეც დავწერე და საჯაროთად თქვი, რომ ევროკავშირის ელჩისთვისაც ქონდა მიმართული წერილობით, რომ გაესაჯაროებინათ იდის დაფინანსებით, თუმცა მივიღე ამაზე უარი რამდენიმე თვიანი ფიქრის შემდეგ. არ ვიცი თუ არ მიუწვდებოდათ, მაშინ რამდენი 3 თვე ფიქრი რა სჭირდებოდათ, როგორც ჩანს ათანხმებდნენ ამას სხვადასხვა წრეებში და ბოლოს გადაწყდა, რომ ქართული ხალხისთვის არაფერი არ ეთქვათ. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩემი მოლოდინია, რომ ყველა დონორი ორგანიზაცია თუ სახელმწიფო, იქნება ეს შვედეთი, ნიდერლანდები, დანია, ევროკავშირი თავად, ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც საქართველოში ხარჯავს ფულს, ახლა თავად უზრუნველყოფს მოიქცევა ისე, როგორც მაგალითსაც ახლა იძლევა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. რაც შეეხება კანონმდებლობას, რაც შეეხება კანონმდებლობას, კიდევ ერთხელ, ჩვენ ამ დაპირებით მოვედით, მათ შორის მივედით 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე და ეს ამ დაპირების, მათ შორის ამ დაპირების გამო მოგცა ამორჩეველმა ხმა, რომ ჩვენ უზრუნველყოფდით საქართველოს დემოკრატიის დაცვას მავნე გარე გავლენებისგან. ამაზე იყო მათ შორის აწყობილი ჩვენი საარჩევნო კამპანია, რომ სუვერენიტეტი და ჩვენს შიდა საქმეებში გარე ჩარევის არ დაშვება არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ამაზე ჩვენ მათ შორის ბატონმა მამუკამ დინარაძემ ბრიფინგზეც განაცხადა
სხვადასხვა ინიციატივები, რომელზეც ჩვენ მომავალი 2 თვის განმავლობაში, რომელსაც ჩვენ უკვე მივიღებთ, როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს, მათ შორის ერთი სხვი შეეხებოდა ეს ფარას ამერიკულ კანონს, შეეხება ეს დაფინანსებას მედიის სხვადასხვა სახის დაფინანსებას გარე წყაროებიდან და ასე შემდეგ. რა ამხილა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ? ამხილა, რომ ერთის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის ფული საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ იხარჯებოდა სხვადასხვა ორგანიზაციებზე დესტაბილიზაციის მიზნით, ამა თუ იმ ქვეყნით და ასევე მეორე და არანაკლებ დიდი სკანდალი, რაც გამოაშკარავდა, არის რომ ამერიკის ბიუჯეტით ფაქტობრივად ბიუჯეტის კმაყოფაზე იყო მთელი მედია ქსელი ამერიკული საერთაშორისო თუ სხვადასხვა ქვეყნის ლოკალური გამოცემებისა, რამდენიმე ასეული მედია გამოცემა, როგორც ნახეთ, რამდენიმე ასეული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მედია სფეროში მოქმედებს და რამდენიმე ათასი ჟურნალისტი, რომელიც იყო ფაქტობრივად იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის კმაყოფაზე იყო, ამით ასე ვთქვათ, შექმნილი იყო პროპაგანდისტული ქსელი, რათა წინა ადმინისტრაციისთვის თუ სხვადასხვა ჯგუფისთვის იქ სასარგებლო ნარატივები გაეტარებინათ სხვადასხვა ქვეყნის მედიის საშუალებით. ან ფაქტობრივად დღევანდელი ადმინისტრაცია ამბობს, რომ რამდენიმე ასეული მედია, ასეული NGO მედიის სფეროში ათასობით ჟურნალისტი იყო ამერიკის საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ ქსელის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფდა შესაბამისი წინა ადმინისტრაციისთვის ხელსაყრელი მედია ნარატივის დამკვიდრებას, საინფორმაციო ნარატივის დამკვიდრებას და ეს იყო ფაქტობრივად ამით ხილებული იქნა ქსელი, პროპაგანდისტული ქსელი, რომელიც ფინანსდებოდა გარედან. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ ამას სერიოზულად უნდა მოვეპყროთ და შესაბამისად უზრუნველყოთ, რომ ასეთი მავნე ჩარევები არ ხდებოდეს. აი დიპლომატი, ჩემს სტატუსს საკითხი დავუწყო. საკითხი ამოვწევთ. საერთო ჯამში ბოლო რამდენიმე წელია და განსაკუთრებით რაც შემდეგ რაც პოლიტიკაში არის გამოჩნდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ კიდე განსაკუთრებით, რომ დიპლომატია, რომ ასე ვთქვათ უცხოური დახმარების სტრუქტურებმა ჩაანაცვლეს დიპლომატია. თუ კი კლასიკურად ქვეყნებს შორის ურთიერთობა ხდებოდა დიპლომატიური არხებით, ელჩებით, ხელისუფლებების შეხვედრებით, სადაც ინტერესების თანხვედრის ცდილობები არის, სადაც მათ შორის ბატონი რუბიო საუბრობს, რომ მათი მიდგომა დღეიდან იქნება ის, რომ ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ინტერესი და ამის აღიარება და იქ სადაც ემთხვევა ინტერესები, იქ ყალიბდება ალიანსები და სადაც ინტერესები არ ემთხვევა, დიპლომატიის ამოცანაა, რომ კონფლიქტები არ წარმოიშოს. აი ეს არის კლასიკური დიპლომატია. ამის ნაცვლად ეს დიპლომატია ჩანაცვდა საგარეო დახმარების სტრუქტურებით, უცხოური დახმარების სტრუქტურებით, როდესაც შემოედინება ფული სხვადასხვა დონორის მეშვეობით და ამ შემთხვევაში მაგალითად USAID იქნა მხილებული ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მხრიდან, შემოდის ფული, რომლითაც შემდეგ ამ შეკვეთით, ასე ვთქვათ, თემებით იქმნება არასამთავრობო ორგანიზაციები ამა თუ იმ ქვეყანაში, თუ ხდება პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირება და ამ საზოგადოებისთვის, ანუ მიმღების საზოგადოებისთვის უცხო იდეების შემოტანა და ჩანერგვა, იმპლანტირება NGO-ების თუ პარტიების მეშვეობით იმ საზოგადოებაში და წარმოჩენა თითქოს ეს არის იმ საზოგადოების ინტერესი. აი მაგალითისთვის LGBT პროპაგანდა, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და მათ შორის დღესაც ტრამპის ადმინისტრაცია საუბრობს ეგრეთ წოდებული ინკლუზიურობის თუ მრავალფეროვნების პოლიტიკა, რომელზეც მათი მხრიდან არის საუბარი. ანუ ამის ჩანერგვა თითქოს ეს არის ადგილობრივი რაღაც ინტერესი და შემდეგ უკვე დონორი იქნება თუ ელჩი,
უკვე ხელისუფლებას ელაპარაკება, რომ თითქოს ეს არის ხალხის ინტერესი და იმ ხალხის ინტერესის დასაცავად იბრძვის ესა თუ ის ელჩი თუ დონორი. და ეს პრაქტიკაში ასეც ხდებოდა. ამის ქალბატონმა თეა წულუკიანმა ისაუბრა ამაზე, მეც არაერთხელ მithქვა ამასთან დაკავშირებით, როდესაც ჩემთან კაბინეტში სხვადასხვა ქვეყნის ელჩი მელაპარაკებოდა მე ქართველი ხალხის ინტერესებზე და ქართველი ხალხის სახელით. აი ამ დონეზე მივიდა სამწუხაროდ ჩარევა შიდა პოლიტიკაში, როდესაც თავად დონორები ქმნიან რაღაც თემას, მაგალითად LGBT უფლებების საკითხი ეგრეთ წოდებული, რაც ვიცით რომ რამდენიმე საელჩო და ქვეყანა იყო ამაში განსაკუთრებით აქტიური, ქმნიან თემას არაფრისგან და შემდეგ მოდიან ხელისუფლებამ გეუბნებიან ეს თქვენი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე არის და მე არაფერ შუაში არ ვარ, აი თქვენი ხალხი ამას საუბრობს. აი ეს იყო მეთოდები, რომელიც მოქმედებდა სამწუხაროდ ბოლო წლები განსაკუთრებით რამდენიმე წელი ხედავთ ამას აქტიურად, ნაცვლად დიპლომატიისა და ელჩებიც გარკვეულწილად ზოგიერთი ქვეყნის ელჩსაც თავისთავად წარმოადგენელი ქონდა როგორც ინსტრუქტორი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა მიეცა ინსტრუქციები, როგორი კანონი მიგვეღო, ამა თუ იმ მუხლის რომელი პუნქტი როგორ უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული, რა გადაწყვეტილებები უნდა მიეღო ამა თუ იმ საკითხთან, ამა თუ იმ ხელისუფლებას და რაღაცაად შეეჩვია ზოგიერთი იმას, რომ ადრე საბჭოთა კავშირის დროს მეორე მდივნის ფუნქცია იყო ასეთი, რომელიც მოსკოვიდან ინიშნებოდა და ის როგორც წესი ჭდილში იყო ხოლმე, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში მას ეკუთვნოდა გადამწყვეტი სიტყვა და ზოგიერთმა სამწუხაროდ ძალიან მოირგო ეს როლი ინსტრუქტორისა, რომელმაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას სხვა ქვეყნის კონსტიტუციას და ხალხის წინაშე ფიცდადებულმა ადამიანმა უნდა მისცეს ინსტრუქციები რა და როგორ აკეთოს. ამიტომ მე იმედი მაქვს რომ აი ეს რაც ბოლო სულ რაღაც რამდენიმე 2-3 კვირა ხო რაც ახალი ადმინისტრაცია არის და დასაწყისი კარგია, მე იმედი მაქვს რომ ასეც გაგრძელდება და ის რაც სიტყვით ითქვა ეს საქმედაც იქცევა და მართლაც ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა პატივს ცემს სხვა ქვეყნების ინტერესებს და ამ ინტერესებზე იქნება საუბარი და არა ის, რასაც ჩვენ ადრე ხედავდით, რომ ჩვეულებრივად ხდებოდა გარედან თავს მოხვევა ამა თუ იმ იდეებისა, რასაც თავად ტრამპი და მისი მხარდამჭერები, მისი ხელისუფლების წარმომადგენლები უწოდებენ, ასე ვთქვათ, არარსებულ იდეებს, რომლებიც შექონდათ სხვა ქვეყანაში და ამითი დესტაბილიზაციას ახდენდნენ ქვეყნის და შექონდათ შფოთი ამა თუ იმ საზოგადოების ჰარმონიულ განვითარებაში. ეხლა ხო გასაგებია რატომაც არასაჯაროებენ თავის ფინანსებს. ეხლა ხო გასაგებია ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, როგორც პირველმა, რატომ უწოდა იმ კანონს რუსული კანონი, ხო გამოჩნდა რაშიც იყო საქმე, რომ იყო რატომ ააჯანყეს დონორებმა თავისი NGO-ები ამ კანონის და რეესტრის წინააღმდეგ, რომ დაეფარა ზუსტად ის, რაც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა. წარმოგიდგენიათ რამხელა ასე ვთქვათ რასაც თავად საუბრობენ ხო რა დონის კორუფცია, ამნებლობა, გაფლანგვა და ასე შემდეგ გამოვლინდა აი სულ რამდენიმე დღეში, რაც ჩაიხედეს იმ პროექტებში, ფინანსებში, შინაარსობრივ თუ ფინანსურ ნაწილში და რა თქმა უნდა ამ ყველაფრის გამჟღავნება არავის არ უნდოდა. რომ საქართველოში გვენახა თუ რა სქემებთან ქონდა საქმე. შესაბამისად ერთის მხრივ გაეცა პასუხი კითხვას, რატომ ააჯანყეს დონორებმა NGO-ები და რატომ არ სურთ დონორებს რომ გაასაჯაროონ თავის ფული, იმისთვის რომ გამოჩნდება ზუსტად ის, რაც ჩვენ დავინახეთ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვა დონორებიც კიდევ ერთხელ ეჭვმიტანილი არიან, უკვე აი ამ ფაქტებიდან გამომდინარე, ბუნებრივად არიან ავტომატურად არიან ეჭვმიტანილი და ამიტომ მტკიცების თვირთი მათ მხარეს არის, მათ უნდა უმტკიცონ ახლა ქართულ ხალხს, რომ იგივე მავნე მიზნებისთვის არ იხარჯებოდა ფული, რასაც ჩვენ ხედავთ ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის განცხადებაში.
სინამდვილეში ამ ხილებამაც აჩვენა რომ არანაირი მე სხვა დროსაც მithქვამს რომ NGO სექტორი არის კრიზისში და კრიზისის მიზეზი არის მარტივი რომ ჩვენი NGO სექტორი სინამდვილეში არანაირი სამოქალაქო საზოგადოება არ არის ეს არის ჩვეულებრივი კონტრაქტორი ორგანიზაციები რომლებიც ასე ვთქვათ ბაზარზე ეძებენ დონორს იმისთვის რომ მიიღონ შემოსავალი არიან კონტრაქტორები რომლებიც არიან დამოკიდებული თავის ასე ვთქვათ დამფინანსებელზე და ატარებენ იმ დღის წესრიგს რასაც ეთქვის დამფინანსებელი არის ჩვეულებრივი საკონტრაქტო ურთიერთობა არაფერ შუაში აქ არ არის ქართველი ხალხი საზოგადოება სამოქალაქო საზოგადოება ხალხის ინტერესი არაფერ შუაში არ არის აბსოლუტურად მოწყვეტილი ოფისში ჩაკეტილი რამდენიმე ათეული თუ ასეული ადამიანი არის რომელსაც არანაირი კავშირი საზოგადოებასთან არ აქვს ერთადერთი კავშირი რაც მათ აქვს არიან მათი კონტრაქტორები და შესაბამისად ეს არის მათი ინტერესი რომ ის ბიზნეს კონცეფცია რომელიც აწყობილი იყო საქართველოში რაღაც NGO გრანტების სახით აი ეს თვალწინ ეშლებათ და ეს ხდება თავად დონორის ხელით. სხვა ჩვენს ერთ რამეც უნდა ვთქვათ. როდესაც ჩვენ გამჭვირვალობის კანონს ვიღებდით, მაშინ როცა აგვიჯანყეს NGO-ები და ასე ვთქვათ ამ კანონს ებრძოდნენ, გახსოვთ რომ მაშინ NGO-ები ამბობდნენ რომ ეს გამოიწვევს მათ დახურვას და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი რასაც ეს კანონი ითხოვდა არის გამჭვირვალობა, დოკუმენტების გასაჯაროება, მეტი არაფერი. ამბობდნენ რომ ეს გამოიწვევს დახურვას. აი ახლა როცა მათი დონორი ხურავს მართლა ამის სიტყვით მნიშვნელობით ხურავს სად არის მათი პროტესტი სად არის მათი აღთქმება სად არის მათი განცხადებები არსად და მეორე თუ კი ესეთი კაი საქმეები კეთდებოდა ამ თუ იმ ქვეყანაში ამ გრანტებით რატომ არ გამოჩნდა ერთი ბენეფიციარი რატომ არ გამოჩნდა ერთი ორგანიზაცია და მათ შორის სოფლიო მედიას თუ შევხედოთ რატო არ გამოჩნდა ერთი ხელისუფლება რატო არ გამოჩნდა ამ პლანეტაზე რომელიც იტყოდა რომ რატომ აკეთებს ამას ამერიკის შეერთებული შტატები იქნებ დარჩეს USAID იქნებ კვლავ გაგრძელდეს პროექტები რატო არავის გული არ წყდება არც ერთ ხელისუფლებას დედამიწაზე რატომ ხო ადევნეთ თვალყურს რომელიმე ხელისუფლების გულდაწყვეტილი განცხადება გინახავთ რომ დასანანია რომ ასე ვთქვათ რაღაც წყდება ეს დაფინანსება და რაღაც კატასტროფა მოხდება სად არიან ბენეფიციარები სად არიან ორგანიზაციები თავად NGO-ებიც კი არჩივიან ისე გამოდის მათი ამბავი ვერ გეტყვით თქვენ გახსოვთ რომ ეს განცხადება მოჰყვა ჩვენს ინიციატივას რომ პარლამენტში შეიქმნებოდა საგამოძიებო კომისია რომელიც შეისწავლიდა 2003-2012 წლებისში ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დანაშაულებს და როგორც გახსოვთ მაშინ იყო ეს განცხადება მიმართა ამ ჯგუფმა პროკურატურას რომ 2012 წლის შემდეგი პერიოდიც ასევე შესწავლილიყო პროკურატურის მხრიდან და როგორც ჩანს როგორც ნახემი ამაზე რეაგირება არის და გამოძიების დაწყება რა თქმა უნდა ხა რაც პოლიტიკურად ჩვენ არაერთხელ შეგვიფასებია თუ რასთან ქონდა საქმე დღესაც რასაკეთებს ეს ჯგუფი ჩვენ ხედავთ რომ ისინი არიან სრულ კოორდინაციაში სხვადასხვა უცხო ძალასთან თუ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან ხედავთ რომ ისინი იღებენ ინსტრუქციას უცხოეთიდან ჩვენ ნახეთ რომ მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს საქართველოში და უკრაინის სამხედრო დაზვერვას ვისთან აქვს კავშირი კიდე სხვა საკითხია და ის მისგან იღებს ინსტრუქციებს ჩვენ ვიცით პირდაპირ დოკუმენტურად ვიცით რომ ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა მავნე და
ასე ვთქვათ, მტრული მიზნებისთვის შემოაპარა საქართველოში არჩევნების წინა დღეებში. ამაზე ეს და სხვა ფაქტები ზუსტად ამაზე მეტყველებს. რითი იყო დაკავებული ოპოზიცია ბოლო 2-3 წელია, მას შემდეგ რაც დაიწყო ომი უკრაინაში, დაკავებული იყვნენ პირველივე დღიდან ისინი თანამშრომლობდნენ სხვადასხვა უცხო ჯგუფებთან, რომ მოხდარიყო სანქცირება საქართველოსი და ასე შემდეგ, გახსოვთ მთელი პერიპეტიები ამასთან დაკავშირებით. ანუ რა ვიცი, პოლიტიკურად თუ შევხედავთ, ეს უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ საქმე გვაქვს ჩვენ ადამიანებთან, რომლებიც ღალატობენ ამ ქვეყანას. ეს არის ღალატი, სხვა მეტი არც წინა საუკუნეებში სხვა რამე არ ყოფილა ღალატი და არც 21 საუკუნეში სხვა რამე ღალატი არ არის. ღალატი არის შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო თანამშრომლობა უცხო ჯგუფებთან, ძალებთან, არ ვიცი რაც იქნება, თუ პირებთან, თუ სახელმწიფოებთან, თუ ასე შემდეგ. ამოსავალი წერტილი არის ჩვენი ეროვნული ინტერესი. არავინ არ დგას საქართველოს ეროვნულ ინტერესზე მაღლა, არც ერთი ქვეყანა. როგორ ომშიც არ უნდა იყოს რომელიმე ქვეყანა, როგორი მეგობარიც არ უნდა იყოს რომელიმე ქვეყანა, არავინ არ დგას საქართველოს ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა. ეს არის აქსიომა. და ამის შემდეგ უკვე მიდის საერთო ინტერესების ძებნა სხვა ქვეყნებთან, ამის შემდეგ მიდის ალიანსების ჩამოყალიბება, მეგობრობის შეკვრა, სტრატეგიული პარტნიორობა, ეს ყველაფერი მოდის მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ჩვენ ვაღიარებთ, რომ პრიორიტეტი უპირველესი არის ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი. დიო რაც ოპოზიცია ის ლიდერი ხარ, როცა კრიმინალი და წამების სისტემის შემქმნელი ყავს ლიდერად, გასაგებია რა ოპოზიციასთან გვაქვს საქმე, ამიტომ არ ვიცი მე რაიმე შიდა დინებები აქვს თუ არა აქვს, მაგრამ ხა ერთი უბედურებაა საერთო ჩვენი ოპოზიცია, ერთ-ერთი შემიძლია ვთქვა. უსამართლოდ? არა, მაგის გამო, არა, იმის გამო, რომ დეპუტატს დაუსვა არასასურველი კითხვა? არა, იმის გამო კი არა, არა. უბრალოდ, არა, უბრალოდ რატო იტყუებით? ჩვენ ხო ეგვინა ბრიტანული სტანდარტი ხო ამას გულისხმობს, რომ fake news-ები არ უნდა გავრცელდეს. თქვენ ახლა ამბობთ, რომ თითქოს რომელიმე ჟურნალის პარლამენტში შეუჩერდა აკრედიტაცია დროებით იმის გამო, რომ არასასურველი კითხვა და ეს ხო იცით რომ ტყუილია. ხომ იცით რომ ეს ტყუილია? არა, გეტყვით. აი ხა გეტყვით. არა, ეს არის ტყუილი. უყურეთ, თქვენ ახლა ბრიფინგის დროს საუბრობთ ბრიტანულ სტანდარტზე და იქვე იტყუებით. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. იმიტომ სიმართლე არის შემდეგი. აი გეტყვით რა არის სიმართლე და მითხარით არის თუ არა სიმართლე. სიმართლე არის შემდეგი. რომ დარღვევას წარმოადგენს არა კითხვის დასმა ან ასე შემდეგ ან ასეთი ან არასასურველი თუ სასურველი კითხვა. დარღვევას წარმოადგენს შემდეგი რამ. როდესაც პარლამენტის წევრი, აპარატის წევრი ან ნებისმიერი ადამიანი ვინც ამ შენობაში იმყოფება და რომელზეც პასუხს ვაგებ მათ შორის მე და მედიას ეძება საშუალება ამ შენობაში ნებისმიერ ადგილას იაროს და კონდეს კომუნიკაცია მისთვის სასურველ რესპონდენტთან, თუ კი რესპონდენტი უარს ეუბნება ინტერვიუს მიცემაზე, აქ უნდა მორჩეს საკითხი. მიდის რესპონდენტი და როდესაც როცა მას მიდის აკიდება მასზე, ადევნება და როდესაც იცით რომ რესპონდენტი არ გაძლევთ კომენტარს და ხდება მისი
ასე ვთქვათ, დერეფნებში შევიწროება და ასე შემდეგ, აი ეს წარმოადგენს დარღვევას. უტრირება კი არ არის ნახეთ სხვა პარლამენტებში როგორი წესები არის. მათ შორის არის პარლამენტი, სადაც წინასწარ შეთანხმებაა საჭირო ინტერვიუსი და ისე არავინ არ აძლევს უფლებას. ამიტომ წესები ყველა მიცის, ყველა მათ შორის თქვენს აკრედიტაცია აღებული გაქვთ ამ პირობით და ამ წესებს იცნობთ. სულ რამდენი ხანი უკვე მოქმედებს? 2 წელია მე მგონი მოქმედებს და რამდენიმე ათეული ათასის შემოსვლა გასვლა იყო ჟურნალისტის. სულ იყო თუ არ ვცდები, 10-12 შემთხვევა, 15 მაქსიმუმ ალბათ 15 შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებმა დაარღვია და მაინც და მაინც ამ წესს არღვევენ ხოლმე რატომღაც. სხვა დანარჩენ შემთხვევაში სწორედ. ამიტომ ტყუილი იყო თქვენი განცხადება ამასთან დაკავშირებით. უპირეს ყოვლისა, ყველას უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ცენზურა. ცენზურა გულისხმობს წინასწარ კონტროლს და გაფილტრებას ინფორმაციის. ცენზურა გულისხმობს აი თქვენს რედაქციაში ან თქვენთან სადმე რედაქციაში, როდესაც წინასწარ ინფორმაციის გასვლამდე ხდება, ასე ვთქვათ, მისი კონტროლი. ეს არის ცენზურა. არანაირი შეხება ცენზურასთან ბრიტანულ სტანდარტს fake news-ების დაზღვევასთან არ აქვს. ბრიტანული სტანდარტი, BBC სტანდარტი აიღეთ თუნდაც ეხება უკვე გაასული ინფორმაციის შემდეგ შეფასებას, თუ კი ის იყო ტყუილის შემცველი, ცილისწამებლური და ასე შემდეგ. კი, აი ხო აღმოაჩინა, არ არის ცენზურა, ხო დღესაც ხო არის, აი გამარჯობა. ძალიან კარგი, ჩვენ ცენზურაზე საერთოდ არ ვსვით. ცენზურა, ეხა იგივეა რაც რამე სხვა ტერმინი მოდი, ცენზურა საერთოდ არ არის, იმიტომ ცენზურა წარმოადგენს ამბების თუ ინფორმაციის წინასწარ კონტროლს და გაფილტრებას წარმოადგენს ცენზურა. საუბარი გვაქვს საუბარი იმაზე, რა უყოთ ჩვენ იმ fake news-ებს სიყალბეს, რომელიც ვრცელდება მედიაში, არ მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს მათ შორის იმის გამო რომ ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება, არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა როგორ ვებრძოლოთ fake news-ებს. ევროკავშირიც ამაზე ფიქრობს და ებრძვის, ამერიკის შეერთებული შტატებიც ამაზე ფიქრობს და ებრძვის. ჩვენც ზუსტად ამაზე ვფიქრობთ და ვებრძვით. მით უმეტეს, რომ ზუსტად ამ ხილებებმა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ხილებებმა გვაჩვენა, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედებდა მთელი ქსელი მედია ორგანიზაციების რამდენიმე ასეული, რაც ითქვა, რომელიც ზუსტად ასე ვთქვათ, ერთი ნარატივის დამკვიდრებაზე მუშაობდა, ყალბი ინფორმაციის ერთგვაროვნად გავრცელებაზე მუშაობდა და თქმა უნდა ამის გამო უნდა დავიცვათ ჩვენი საზოგადოება, უპირველეს ყოვლისა ჩვენი მოქალაქეები, რომ იყოს ინფორმირებული. კიდევ ერთხელ, ჩვენ დავიცვათ დეზინფორმაციისგან ჩვენი მოსახლეობა, დეზინფორმაციის ნაცვლად უნდა იყოს ინფორმაცია. როგორ ხდება ეს, როგორც მოხდება ბრიტანეთში, ზუსტად ისე, იმ სტანდარტებით, რაც საქართველოშიც არ არის უცხო. მათ შორის ყველა მედიას წესით უნდა ქონდეს საკუთარი შიდა სტანდარტი, ეთიკის კოდექსი, რომელიც ზუსტად ამას ამბობს, გადამოწმება ინფორმაციის, არ გაშვება ყალბი ინფორმაცია, ასე შემდეგ. ამაში არაბუნებრივი ხო არაფერი არ არის. არა, ჩვენთან ეს დაცული არის, დაცულები ვართ ყალბი ინფორმაციისგან, fake news-ისგან? არა, შესაბამისად ვამბობთ, თუ კი fake news-ი ცუდია, მაგრამ ჩვენთან fake news მაინც ვრცელდება, ესე იგი რაღაცა არ მუშაობს კარგად. თავისით ეს არ რეგულირდება, თვითრეგულირება ეგრეთ წოდებული ჩვენ ხედავთ რომ არ მუშაობს, შესაბამისად კანონმდებელი არის ვალდებული, რომ საკანონმდებლო რეგულირება გააკეთოს ამ საკითხის. რა არის ყველაზე კარგი სტანდარტი? ბრიტანული თუ რამე სხვა სტანდარტი იცით თქვით, მაგრამ ბრიტანული სტანდარტი, BBC-ზე მოქმედი მათ შორის სტანდარტი და ასე შემდეგ, ითვლება რომ არის კარგი. ჩვენ ზუსტად იმ სტანდარტის გადმოღებას ვაპირებთ. რა არის ამაში ცუდი ხა? ერთადერთი ვინც შეიძლება ამით შეწუხდეს, არიან ისინი, რომლებიც სურთ რომ ყალბი ინფორმაცია გაავრცელონ. აი სხვა რა პრობლემა არის? აქაც ხო განსხვავება არ არის ეს მედია, ის ყველას ხო თანაბრად შეეხება.
ოპოზიცია დღესაც ერთიანი არის, ხედავთ მათ ერთ მაგიდაზე და არაფერი არაერთიანობა მათთან არ არსებობს. ეს არის მხოლოდ ასე ვთქვათ თვალის ასახვევი ტაქტიკები ხოლმე, როდესაც ისინი ამა თუ იმ საარჩევნო მარათონში თუ ამა თუ იმ რაღაც გარე ასე ვთქვათ ვიზუალურ წარმოდგენაში როგორ აწყობთ ხოლმე მათ ტაქტიკიდან გამომდინარე გამოჩნდნენ როგორც ერთი სტრუქტურა თუ როგორც სხვადასხვა სტრუქტურა. ეს არის და ეს არის მხოლოდ პიარის საკითხი, ისინი ერთი ორგანიზაციად გამოჩნდნენ ხოლმე თუ სხვადასხვა ორგანიზაცია. სხვა არაფერი სხვაობა არ არის. ეს არის ერთი ოპოზიცია, რომლისგანაც ერთი ოპოზიცია, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობა, თავისი იდეოლოგიით და თავისი სახეებით და თავისი მიზნებით რაც აქვს, ასე რომ არაფერი სხვაობა მათ შორის არ არის. უნდა შევიდე ბიუს. ერგეთვით მერტმა ხელი მოუმართოს ყველას თავის საქმეში, თავარია ჩვენ არ დავზიანდეთ და დიდათ ეხლა ჩვენ საზოგადოებასაც არ აზიანებს მისი განცხადებები, ამიტომ სხვა დეტალებს ვერ გეტყვით. ჩვენთვის თავარი არის ვაგვირდებით პრეზიდენტ ტრამპის საქმიანობას, კონგრესმენი ბევრია, პრეზიდენტი ერთია. იმედის მომცემი არის ნაბიჯები, რასაც ახალი ადმინისტრაცია დგამს. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება არა მხოლოდ სიტყვები, რომელიც ჩვენ გვესმის, არამედ საქმითაც საბოლოო ჯამში საქართველოსაც აისახება deep state-ის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ ცალმხრივად პოლიტიკური აქაც საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანის მიზნით შეაჩერა, როგორც მათ თქვეს და მზად ვართ რომ სტრატეგიული პარტნიორობა იყოს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და ნახოთ იმედი გვაქვს რომ იქნება შესაბამისი რეაქცია. არ ვიცი ეს თავად კონგრესის საკითხი არის და ამერიკის კანონმდებლობის საკითხი, არ ვიცი მე ისი უფლება აქვს ან არა აქვს ამა თუ იმ კონგრესმენს, არ არის თუ კი არ გვიდოს სხვები ჩაერიოთ ჩვენ საკითხებში, ჩვენც არ დუჩავერევით სხვა პარლამენტების და კონგრესების საქმიანობაში, მათი გადასაწყვეტი არის. კიდევ ერთხელ ჩვენც ერთადერთი მთავარია რომ ურავინ ჩაერევა ჩვენ საქმეში. აქაც ხო ელემენტარული საკითხი არის, რომ ერთის მხრივ არის შეკრებების და მანიფესტაციები, რომელიც არის ჩვენი თითოეული მოქალაქის უფლება, ისევე როგორც სხვა მოქალაქეების უფლება არის, რომ შეუფერხებლად მივიდეს სამსახურში, შეუფერხებლად მივიდეს მეგობრებთან და ასე შემდეგ. და ამიტომ, როდესაც ხედავთ ჩვენ, რომ 4 ასეულ ადამიანს უნდა 4 მილიონი ადამიანის ბედით ითამაშოს, ასე ვთქვათ, ეს რა თქმა უნდა მიუღებელი არის. ყველას აქვს შესაძლებლობა რომ გამოხატოს საკუთარი აზრი, ამას აქვს თავისი კანონიერი ჩარჩო, რომელიც გულისხმობს, რომ ეს არ უნდა იყოს ძალადობრივი და ჩვენ ხედავდით, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები დასაწყისში, რომელიც წაქეზებული იყო მათ შორის გარედან, მათ შორის იმ სიჩუმით, რომ არავინ არ გმობდა თავისივე NGO-ების ორგანიზებულ ძალადობრივ აქციებს და ამით აქეზებდა ძალადობას და ის ვინც აქეზებს ძალადობას ის არის ამ ძალადობის მონაწილეც მათ შორის. თავარია რომ არ იყოს შეფერხებული ის სასიცოცხლო ფუნქცია რაც ამა თუ იქნება ეს მაგისტრალურ კვანძს თუ ასე შემდეგ გააჩნია და ასე შემდეგ ანუ არის წესები როგორ ხდება ასე ვთქვათ მშვიდობიანად აზრის გამოხატვა საქართველოში გვაქვს ამისი ძალიან ხანგრძლივი კულტურა
პრობლემა იმაში არის, რომ ჩვენ ხედავთ ბოლო 2 წელია გარედან ნავარჯიშები ხალხი და ეხლა მაინც ხო ყველამ დაიჯერა კანვასი რასაკეთებდა თურმე სახელმძღვანელოებსო დაატარებდნენ და ატარებდნენ ტრენინგებს ხო ეხლა ხო დავწუნდით თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ არ ამხილა როგორ ხდებოდა დესტაბილიზაციის დაგეგმვა ამა თუ იმ ქვეყანაში და ბოლო 2 წელი არის ის კულტურა რომელიც ჩამოყალიბებული იყო პროტესტის კულტურა მათ შორის საქართველოში რადიკალურად შეიცვალა ხედავთ ჩვენ ძალადობას მოლოტოვის კოქტეილებს მანქანების დაწვას ვიტრინების ჩატეხვას ავიცი ადრე მამითი ვამაყობდით ყოველთვის ჩვენი საზოგადოება რომ ისე ჩატარდებოდა ხოლმე აქციები თუ პროტესტის აქციები რომ ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდებოდა ხოლმე ხიდან ფოთოლი კი არა დაამტრიეს და დაამსხვრიეს ნახევარი პარლამენტი ისე რომ ყველას გაგვახსენდა 90-იანი წლების სურათები როდესაც ეს პარლამენტი მართლაც გადაწვეს და აი დეკემბერში წკიპზე გადაურჩა ეს პარლამენტი გადაწვას ნახეთ რომ რამდენიმე ოთახში განჩდა ხანძარი და დროულად მიუსწრო იქ ჩვენმა თანამშრომლებმა თუ მეხანძრეებმა და შეძლეს ჩაქრობა თორემ გადაწვავდნენ ამ პარლამენტსაც ისე როგორც 90-იანებში გადაწვეს ამიტომ არის ეს რომ სამწუხაროდ ხედავთ რომ ეს ყველაფერი გარედან წაქეზებული ძალადობა არის და დაშორებული არის პროტესტის ქართულ კულტურას დაშორებულია საერთოდ იმ ურთიერთობებს რომელიც ჩვენ საზოგადოებაში ზოგადად არსებობდა და არის მისი მიზანი არის დახლეჩვა საზოგადოების და ეს უნდა გააცნობიეროს თითოეულმა ვინც ასეთ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას ხო აი კიდე კარგი რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ თქვა თორე რადიო თავისუფლება ისე მოქმედებდა გეგონებოდა ქართული მედია იყო ახლა ხო მაინც ყველა დარწმუნდა რომ ეს იყო არა თუ უბრალოდ უცხოური მედია ეს იყო უცხო ხელისუფლების მედია რაც ყოფით საუბარში ნიშნავს პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს როდესაც ხარ ხელისუფლების ასე ვთქვათ თუ მთავრობის მიერ დაფინანსებული თუ მედია რა თქმა უნდა ეს არის პროპაგანდის ინსტრუმენტი არ საუბრობ ხა ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლობის ინსტიტუტზე რომელიც აბსოლუტურად სხვა ინსტიტუტი არის რადიო თავისუფლება და ამერიკის სხვა მისი დაფუძნებაც კი ვინც იცნობს მის ისტორიას იცის ყველამ რომ ეს არის ხელისუფლების ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების პროპაგანდის ინსტრუმენტი იმისთვის რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა წაწიოს წინ იმ აუდიტორიაში რომელზეც ის არის მიმართული ამიტომ კარგია ეს განცხადება იმიტომ რომ როგორც იქნა საბოლოო ჯამში ახლა მაინც ვეღარავინ ვეღარ იტყვის რომ ეს არის ქართული მედია არანაირი კავშირი მას ქართულ საზოგადოებასთან ამხრივ არ აქვს და შესაბამისად რაც შეეხება მათ ფუნქციონირებას ესეც გადასაწყვეტია ხა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მისი პროპაგანდისტული მედია უნდა შეინარჩუნოს თუ არ უნდა შეინარჩუნოს ფაქტი ერთია როდესაც აპრიორი უკვე თავად დეფინიციითვე პროპაგანდისტული მედია ვერ იქნება ღირებული საზოგადოების ინფორმირებისთვის თუ საზოგადოებრივი დისკუსიის წარმოებისთვის ან მის თავშივე მასშივე დეფინიციითვე ჩადებულია რომ ის არის მიკერძოებული სამხრივი და წინასწარ განსაზღვრული ნარატივების ჩანერგვის და დანერგვის ინსტრუმენტი სხვა საზოგადოებაში. კოტები განსაზღვრულია დღეს პარლამენტის ბიუროზე, აი ახლა თუ კი მომიცემა საშუალება შევალდა ბიუროს ჩავატარებ, ბიუროს ხდომაზე დამტკიცდება შემადგენლობა, ფრაქციებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა უკვე წარმოადგინეს წევრები, როგორც იცით 10 კაციანი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, საიდანაც ნახევარი უმრავლესობა, ნახევარი ოპოზიცია, 5 ადგილი აქვს ქართულ ოცნებას, 2 ხალხის ძალას, 1 ევროპელ სოციალისტებს და 2 შენარჩუნდება დღევანდელი მოცემულობით უფრაქციო წევრებისთვის, თუმცა იცით რომ დარჩენილი არის პარტია საქართველოსთვის,
რომლებიც აქტიურად არ მონაწილეობენ პარლამენტში, თუმცა პარლამენტიდანაც არ გადიან. ასე რომ მათთვისაც შენარჩუნებული არის 2 ვაკანსია საგამოძიებო კომისიაში. თუ კი შემოვლენ პარლამენტში, აქტიურად იმუშავენ პარლამენტში, ექნებათ შესაძლებლობა რომ კომისიაშიც იმუშაონ. დააზღვევს იმას, რომ საზოგადოებას ეცოდინებოდა აქამდე ის, რაც პოსტფაქტუმ გვითხრა ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ. ახლა გავიგეთ თურმე რომ 51 მილიონი იყო დახარჯული ჩვენს არჩევნებზე. ახლა გავიგეთ თურმე რომ მედია ქსელი იყო შექმნილი მთელ სოფლიოში და მათ შორის საქართველოც იყო მოხვედრილი. ახლა ვიგებთ პოსტფაქტუმ, როდესაც ის მავნე მიზნები, რომელიც შევა ჩადებული ყოფილიყო ამა თუ იმ ღონისძიებაში, უკვე აღსრულებული ყოფილიყო, მავნე შედეგები დამდგარი ყოფილიყო. ჩვენ ამას ასე ვთქვათ კუსტარულად ვებრძოდით იმით, რომ ვცდილობდით გვემხილებინა იმ საჯარო ინფორმაციით, რაც იყო და შემთხვევით დავადგენდით ხოლმე, რომ თურმე დანიის სახელმწიფო, დანიის ხელისუფლება ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას აფინანსებს, თურმე USAID და შვედეთის მთავრობა საერთაშორისო გამჭვირვალობით ქართული ოცნების საწინააღმდეგო კამპანიას აფინანსებს და ასე შემდეგ. და როდესაც იქნება ფარას სისტემა, ამერიკულ სისტემაზე როცა გადავალთ, ამერიკული სისტემა გულისხმობს, საზოგადოებას ეცოდინება კიდევ უფრო დეტალურად, ვიდრე ჩვენ ეს მოქმედი კანონით ქონდა გამჭვირვალობაზე, თუ რას საქმიანობენ, რაში იხარჯება ფული, თუ კარგ საქმეს აკეთებენ, არავის დასამალი არ აქვს და თუ დასამალი აქვს, ესე იგი ცუდ საქმეს აკეთებენ და დადასტურდა ეს თეზისიც, ხო, რასაც ვაუბრობთ, რომ მალავენ იმიტომ ალბათ რომ ცუდ საქმეს აკეთებენ. აი გამომჟღავნდა რაც იყო და აღმოჩნდა რომ ცუდ საქმეები უკეთებიათ. მადლობა.